მოგესალმებით. დღეს ჩავწერ ვიდეოს მეორე მსოფლიო ომი. დასაწყისი, მსვლელობა, შედეგი. და მეორე მსოფლიო ომში ქართველების მონაწილეობა. ვერმახტი. ეს არის გერმანიის შეიარაღებული ძალების ერთიანობა. ლუფტვაფე არის გერმანიის საჰაერო ძალები. ბერლინი, რომი, ტოკიო, აი ამ ღერძის ქვეყნების შექმნის შემდეგ სამთა პაქტით ასე ვთქვათ გაერთიანდეს სამი სახელმწიფო, ეს არის გერმანია, იტალია და იაპონია. და 1939 წლის 23 აგვისტოს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი იყო, რომელიც გაფორმდა მოსკოვში საბჭოთა კავშირმა და გერმანიამ ხელი მოაწერეს ამ ხელშეკრულებას. ეს არის თავდაუსხმელობის ასე ვთქვათ ხელშეკრულება, თუმცა 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხმება პოლონეთს. მეორე მსოფლიო ომი სწორედ აი ამ მოვლენით დაიწყო. 17 სექტემბერს საბჭოთა კავშირში შევიდა, საბჭოთა კავშირი შევიდა აღმოსავლეთ პოლონეთში და პოლონეთს ორ ნაწილად გაიყოფენ. 1939 წლის ნოემბერში 1940 წლამდე მარტამდე საბჭოთა კავშირი ფინეთთან აწარმოებს ომს. წაართვა კარელის ყელი და პეჩინგის ნახევარკუნძული, მაგრამ მთლიანად ვერ დაიპყრო რუსეთმა ფინეთი. 1940 წელს ივნისში ბალტიის სამი რესპუბლიკა ლიტვა, ლატვია, ესტონეთი საბჭოთა კავშირმა საბჭოთა რესპუბლიკები გაერთიანა, ანუ აი ეს ქვეყნები დაიპყრო. და შემდეგ უკვე 1939 წელს სექტემბერში 1940 წლამდე მაისამდე ომის პირველი ეტაპი, რომელსაც მეორენაირად უცნაურ ომს უწოდებენ, გერმანიას ომი გამოუცხადეს, მაგრამ არ ებრძვიან. 1940 წელს აპრილში ოპერაცია ვეზერიბუნგი განხორციელდა. გერმანიამ დაიკავა დანია და სკანდინავიის ქვეყნები, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი. კიდევ ერთი ბლიცკრიგი, ანუ სწრაფი ომი განახორციელა. 1940 წელს 10 მაისს ჩემბერლენი შეცვალა ჩერჩილმა ინგლისში. 1940 წლის 10 მაისს გერმანია შეიჭრა ბენილუქს ქვეყნებში, ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, ანუ კიდევ ერთი ბლიცკრიგი განახორციელა, ანუ დაიპყრო. 1940 წელს 23-25 მაისს დიუნკერკის სასწაული განხორციელდა. გერმანიამ ქალაქ დიუნკერკთან მოწყვდეულ ბრიტანული ჯარები გაუშვა. 1940 წლის 14 ივნისს გერმანელები შევიდნენ პარიზში. 22 ივნისს მარშალი პეტენი ხელს აწერს საფრანგეთის კაპიტულაციას კამპიენის ტყეში, ვაგონში, სადაც ეს სიმბოლური, ასე ვთქვათ, მოვლენა განხორციელდა, სადაც გერმანიას მოაწერინეს ხელი პირველი მსოფლიო ომი რომ დასრულდა და სწორედ ეს იყო რევანშის პასუხი. ანუ იგივე პროცესი განახორციელა გერმანიამ საფრანგეთის მიმართ. გერმანიამ საზღვაო მხარე საფრანგეთის პირდაპირ შეიერთა, ხოლო სამხრეთში შექმნა მარიონეტული სახელმწიფო დედაქალაქით ვიშის რეჟიმი დამყარდა, სათავეში კოლაბორაციონისტთა პეტენის მთავრობა ხელმძღვანელობდა. 1951 წელს 22 ივნისს გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. საბჭოთა კავშირთან ომის გეგმას ჰქვია ბარბაროსა. საბჭოთა კავშირმა დაკარგა ამ ომში 20 მილიონი ადამიანი. 1951 წელს 7 დეკემბერს იაპონიამ ჰავაიზე დაბომბა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა ჰარ-ჰარბორი და ამერიკის შეერთებული შტატები ჩაება მეორე მსოფლიო ომში. ლენდ-ლიზი განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების ამ პროგრამით ეხმარება მოკავშირეებს საბჭოთა კავშირს, დიდ ბრიტანეთს
საფრანგეთის იარაღით პროდუქტებით, რის გამოც ხდება ამ ასე ვთქვათ იერიშის მიტანა ამერიკის ხომალდებზე. 700,000-ზე მეტი ქართველი მონაწილეობს, აქედან თითქმის ნახევარი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში. აქ 222 ქართული დივიზია იყო ქერჩის ომში, როდესაც ჩაიწვა მებრძოლეები, ემიგრაციაში მყოფი ქართველებიდან სოციალ-დემოკრატები არ უჭერდნენ მხარს გერმანიას, ეროვნულ დემოკრატები უჭერდნენ. გენერალი შალვა მაღლაკელიძე გერმანელთა მხარეს იბრძვის. მეორე მსოფლიო ომის მსვლელობა და შედეგებს, რაც შეეხება ახლა ამ თემაზე ვისაუბრებ, 1940-51 წლებში ოპერაცია ზიელოვე, ზღვის ლომი, ანუ ომი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ განხორციელდა, დაბომბვები განხორციელდა, ვერ გადახეს ბრიტანელთა წინააღმდეგობა, ხელი აიღეს აი ამ ბრძოლის, ასე ვთქვათ, დასრულებისკენ. საბჭოთა კავშირთან ომში ბარბაროსას გეგმა ჩავარდა, ვერ შეძლეს დაზამთრებამდე საბჭოთა კავშირის დაპყრობა გერმანელებმა. სამმა ფაქტორმა უშველა ამ პროცესში საბჭოთა კავშირს, ანუ რუსეთს, ცივი ზამთარი, დიდი ტერიტორია და რა თქმა უნდა მესამე მნიშვნელოვანი ეს იყო სტალინი. 1941 წელს ოქტომბერში გერმანელები მიადგნენ მოსკოვს. ვერ აიღეს. დეკემბრიდან იწყება უკან დახევა. 1942 წელს ოქტომბერ-ნოემბერი ელ ალამეინთან ალექსანდრიის მახლობლად ეგვიპტეში ბრიტანელმა სარდალმა ბერნარდ მონტგომერიმ გაანადგურა გერმანელი გენერალი ერვინ რომელი. 1942 წელს აგვისტოდან 1953 წლის 2 თებერვლამდე სტალინგრადის ბრძოლა განხორციელდა, ორივე მხრიდან დაიღუპა 2 მილიონი ადამიანი. 1953 წელს ბრიტანულ-ამერიკულმა ძალებმა სიცილიიდან გადასხეს ჯარები იტალიაში, სცადეს მეორე ფრონტის გახსნა. იტალიის მეფემ დააპატიმრა ბენიტო მუსოლინი. ჰიტლერმა გამოიხსნა და იტალიაში შეუქმნა სალოს სოციალური რესპუბლიკა. ამან გააჩერა იტალიიდან მეორე ფრონტის გახსნა. 1944 წელს 6 ივნისს ოპერაცია ოვერლოდი მეორე ფრონტის გახსნა განხორციელდა. ჩრდილოეთ საფრანგეთში ნორმანდიაში გადასხდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, კანადა, დიდი ბრიტანეთის ჯარები. ეხმარება საფრანგეთის განმათავისუფლებელი არმია, გენერალი დე გოლი იყო აქ საფრანგეთის მმართველი. დიდი სამეულის 3 შეხვედრა განხორციელდა მსოფლიო ომის გარდამტეხ პერიოდში. ეს იყო კონფერენცია, 3 კონფერენცია, ეს იყო თეირანის კონფერენცია ირანში 1953 წელს, რომელსაც ესწრებოდა სტალინი, ჩერჩილი და რუზველტი. შემდეგ იყო 1945 წელს იალტის კონფერენცია, რომელიც საბჭოთა კავშირში განხორციელდა, სტალინი, ჩერჩილი, რუზველტი და პოტსდამის კონფერენცია 1945 წელს, რომელიც გერმანიაში განხორციელდა. ეს არის სტალინი, ჩერჩილი, მერე ეტლი და ტრუმენი. მარშალი ჟუკოვი, პირველი ბელორუსიელი ბელორუსიული ფრონტის მარშალი ჟუკოვი ბერლინის აღების ოპერაციას ხელმძღვანელობს. აპრილ-მაისში 30 აპრილს ჰიტლერმა თავი მოიკლა და აქ ქართველი იყო ქანთარია და ეგოროვმა რაიხსტაგზე დროშა აიტანეს და აქ გამარჯვების ნიშნად აფრიალეს საბჭოთა კავშირის, ასე ვთქვათ, დროშა. მაისი ფერდ მარშალმა კაიტელმა ხელი მოაწერა გერმანიის კაპიტულაცია. ჟუკოვი, ეიზენჰაუერი და მონტეგომერი მოკავშირეთა მხრიდან იყვნენ. 22 სექტემბერს ამერიკულ სამხედრო
გეგმაზე, მისურიზე იაპონიამ ხელი მოაწერა კაპიტულაციას მეორე მსოფლიო ომი დაამთავრდა. 1945 წლის 6-9 აგვისტოს ამერიკელებმა ატომური ბომბები ჩამოყარეს იაპონიის ორ ქალაქში, ჰიროსიმასა და ნაგასაკიში. ეს საპასუხო იერიში იყო. გერმანია გაიყო 4 ზონად: საბჭოთა კავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ინაწილებს. ბერლინი მთლიანად საბჭოთა კავშირის ზონაში მოხვდა 1945 წელს. მე-11 და 1946 წელს მეათე ნიურნბერგის პროცესი გაასამართლეს გერმანელი დამნაშავეები. შემდეგ იქმნება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლები მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი შეიარაღებული კონფლიქტების სამართალია საერთაშორისო სამართალზე ადრე. 1964 წელს ანრი დიუნანის ინიციატივით შვეიცარიის მთავრობა მოიწვია დიპლომატიური კონფერენცია ჟენევაში და მიიღო ჟენევის კონვენცია. ბრძოლის ველზე მოქმედი სამხედრო ნაწილების დაჭრილ მებრძოლთა პირობების გაუმჯობესების შესახებ. 1959 წელს ჟენევის 4 კონვენცია შეიქმნა. 1977 წელს დაემატა 2, ხოლო 2005 წელს კიდევ 1. ეს ყველაფერი ერთად ქმნის საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. ჟენევის კონვენციას დღეს მიერთებულია 194 ქვეყანა, საქართველოს მიუერთდა 1993 წელს და აიღო თავის თავზე ვალდებულება დაიცვას ეს ნორმები.